მოგესალმებით ნოდარ. თქვენ იყავით სახე, მათ შორის ტელეკომპანია ფორმულადანაც ესაუბრებოდით ხშირად რეგიონებს, მათ პრობლემებზე და ჩვენ მათი პრობლემების შესახებ. კანონი, რომელიც ივანიშვილმა გითხრა, რომ დღეიდან ძალაშიაო, რამდენიმე დღის წინ და გითხრა, რომ ეხა მე რაც არ მომწონს ამოუკრებ, ამოუწერ, ამისთვის მოიცალა ერთმა გოგონამ გვარად ბოკუჩავამ, მას აქვს პრემიერის მინდობილობა, პრემიერი აწერს მერე ხელს ამ წერილს და შესაბამისად გამოგვიგზავნეს მთელი დასტა რა არ მოეწონათ და ახლა გვიჩივიან ცენზორთან, მარეგულირებელ კომისიასთან დააცენზორეთ ეს ხალხი და აღარ თქვან ეს სიტყვები, ან დააჯარიმეთ, რომ მერე აღარ თქვან თუ არა და დავხურავთო. ეს არის მთელი კანონის ავანჩავანი. თქვენ რა შეგიძლიათ თქვათ, რა კანონია ეს, რისთვის უნდათ, რა უნდა იყოს წინააღმდეგობა? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. საინტერესო სიტყვები და საინტერესო ფრაზები აქვს შერჩეული. ანუ ადარდებით შეარჩია ხედავთ ფილმში. ძალიან კარგად ჩანსის რატომ შეარჩიეს ეს როგორი ფრაზები შეარჩიეს და ყველაზე მეტად რაზე ღილავენ, ხო რა აწუხებს რეჟიმს, მე ვიხმარ იმ სიტყვას, რომელიც უკვე აწუხებს რეჟიმი. ეს სიტყვებია ყველაზე ხშირად ამოწერილი, რეჟიმი, რეჟიმის პატიმარი. პატიმრები, პრორუსული მთავრობა და ასე შემდეგ, ის რასაც რეალურად წარმოადგენს ქართული ოცნება, ის რასაც წარმოადგენს რუსული ოცნება და ხედავთ რომ ყველაზე მეტად ამ ადამიანებს, ამ რეჟიმს აწუხებს ზუსტად ის, რასაც აკეთებს ახლა ჩვენი კოალიცია და თამამად ვიტყვი, მოწინავეები ვართ ამ ხრივ ჩვენი ლიდერები, ჩვენი პარტიის, ჩვენი კოალიციის პრინციპული პოზიციები ზუსტად არის ის და შეესაბამება იმას, რაც ყველაზე მეტად ტკივა. ეხლა ჩემს წინ სტუმარი საუბრობდა რომ უნდა ურტყათ, ხო, რეჟიმს უნდა ურტყათ და კი სხვა გზა დღეს აღარ არის, ასე ვთქვათ, წმინდა, ასე ვთქვათ, პარტიული სუფთა პოლიტიკა და ილუზია, ამ ილუზიაში არ უნდა ვიყოთ არც ერთი ადამიანი, არც ერთი მოქალაქე, მათ შორის არც პოლიტიკოსი, რომ ეს არის რაღაც პარტიული პოლიტიკა და რაიმე ცვლილებები, მით უმეტეს ამ ასეთ რეჟიმთან რაღაც თანაზი არის ძალაუფლება, თბილისის, რაღაც ის ქუთაისის თუ დუშეთის წართმევა და მათთან რაღაც ძალაუფლების გაზიარება, სისულელია დღეს უბრალოდ და სხვა არაფერი, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ყველაზე მთავარი რაც არის, ეს არის რომ გავყვეთ გამბედავად, გავყვეთ პირდაპირ ზუსტად იმ გზას, რაც არის რეალურად საჭირო. ამაში გვჭირდება ახლა ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს, პროდასწავლო პოლიტიკურ პარტიებს ერთიანობა ზუსტად, რომ ნაბიჯები, ის წერტილი, სადაც ახლა ჩვენ ვუტყამთ, ქართულ ოცნებას იყოს სწორად შერჩეული და კი არაფრის დიდებით არ უნდა მიიღოს ლეგიტიმაცია რეჟიმმა არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ და სწორედ ამაზე მიდის ახლა დებატი, ვიღაცები ამბობდნენ ერთი თვის წინაც ალბათ არც მეტი რომ ეს თითქოს ვიღაცის ოცნების შემოგდებული თემა იყო, თითქოს ადგილობრივ თვითმმართველობაზე საუბარი, მაშინ როცა ჩვენ ვამბობდით რომ არაფერზე მედი არის საუბრობდა გარდა იმისა შევიდოდნენ თუ არა პარტიები რეალურად თვითმმართველობის არჩევნებში და დღეს ვხედავთ ჩვენ რომ ასეთი პოლიტიკური ძალები გვესაუბრებიან რაღაც დებატების გახსნაზე და ესე შემდეგ და არ ვიცი კიდევ ერთხელ მე ვიტყვი იმ პოზიციას რაც არის არა მარტო ჩვენი ლიდერების პოზიცია. კარგავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმ პირობებში, რა პირობებიც დააყენა ივანიშვილმა ახლა. მე ძალიან კარგად ვიცნობ არჩევნებს, როგორ ტარდება არჩევნები, მე ძალიან კარგად ვიცნობ რეგიონებს, ზუსტად ვიცი იქ რა დღეში არის ამომრჩეველი, ზუსტად ვიცი როგორი ტიპის ოპერაციას ამზადებს ახლა კიდევ ერთ ოპერაციას არჩევნებისას დაარქმევს. ძალიან კარგად ვიცით ყველამ რომ დღეს მოქალაქეების უდიდეს ნაწილს არ აქვს თავისუფალი ნება. არაფერი მსგავსი რაც შეიძლება იყოს თავისუფალი ნების არ არსებობს მოქალაქეებში. ჩვენ ვიცით აი ერთი ძალიან მარტივი რამ პატარა უბნებზე, პატარა სოფლებში, პატარა ქალაქებში რა მოხდა ბოლო არჩევნებზე. აი როგორ ეს გაჟონვა ხომ მხოლოდ გაჟონვა არ იყო ის რომ ჩანდა მეორე მხრიდან. როგორ გამოიყენეს მაგალითად ეს პირველივე საათებში პატარა სოფლებში და პატარა ქალაქებში გავრცელდა ხმა რომ ყველაფერი იცის უბანზე. აქ დაიკარგა აბსოლუტურად ეს გააკეთეს მიზანმიმართულად. ყველა შემდგომი არჩევნები კარგავს აზრს თქვენ. ანუ ასეთ შემთხვევაში ეს არის ერთი კონკრეტული შემთხვევა, ერთი კონკრეტული ფაქტი, რომელიც გვიყვება იმაზე, რომ ადამიანებს უბრალოდ საუბრის, უბრალოდ არანაირი აზრის დაფიქსირების, თავისუფალი ნების გამოხატვის საშუალება არ აქვს და თავისუფალი ნების გარეშე არჩევნები ბუნებრივი არ არის თავისუფალი, არ არის ლეგიტიმური და როცა ატარებ არალეგიტიმურ არჩევნებს, როცა ატარებ სპეცოპერაციას, როცა კრიმინალურ ოპერაციას ატარებ, რაც არის დღეს ქართული არჩევნები, რუსული რეჟიმის არჩევნები, მაშინ ბუნებრივი არც უნდა ქონდეს პრეტენზია
ლეგიტიმაციაზე და არ უნდა არ ვიცი ყველაფერი კარგად იცის და ხედავს მე მგონი და კიდევ უკეთესად დავეხმარებით ადამიანებს რომ დავანახოთ და მათ შორის თურმე ოპოზიციურ პარტიებსაც ჭირდებათ რაღაცების ამ გზაზე ივანიშვილი ჩქარობს საკუთარი მიზნების მიღწევას და კრიტიკული მედიის გაჩუმება არის მისი მთავარი მიზანი, როგორც აღმოჩნდა. რამდენად წინააღმდეგობის გზაზე მინდა გითხოთ, თქვენ როგორ ხედავთ აქედან გამოსავალს? მან თქვა, რომ ეს არის კანონი, მე ვწერა ამ ქვეყანაში კანონებს, მე ვარ სამართალი. დაწერა კანონი, რომელზეც გეუბნება, რომ მას უნდა დაემორჩილო, ის გიკონტროლებს შინაარს, ეს არის შინაარსის კონტროლი პირდაპირ და გეუბნება, რომ არ იტყვი იმას, რაც მე მინდა, ანუ იტყვი იმას, რაც მე არ მინდა, მაშინ შენ ჯარიმდები როგორც მაუწყებელი და ბოლოს იხურები, იმიტომ რომ მე მაქვს ამის ბერკეტი. ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს, უკვე მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს ამ ქვეყანაში მედიასთან ბრძოლის და ბევრი სხვადასხვა ფორმით უცდია ქართულ ოცნებას დაპირისპირება ქართულ კრიტიკულ მედიასთან, ობიექტურ მედიასთან. მე მიმშავია ამ ტელევიზიაში, მიმშავია ასე ვთქვათ, როგორც ჟურნალისტ, როგორც ბევრს მოძრაობდი რეგიონებში და ვესაუბრებოდი ხალხს და ზუსტად ვიცი, რას ნიშნავს ის, რომ მედიამ შეძლოს ადამიანების გაჭირვებაზე, ადამიანების საჭიროებაზე, რეალურ პრობლემებზე საუბარი, ზუსტად რეგიონის შემცხოვრები, მოქალაქის ხმა ისმოდეს ეთერიდან მისი პრობლემა. რეგიონის ხმა ერქვა თავის დროზე ჩემს საავტორო გადაცემაზე, ზუსტად აი ამ ხმის. არა მარტო რეგიონებში, არამედ ყველგან გააჩუმონ სიმართლის ხმა და ზუსტად ეს არის, ხო შინაარსით არის ეს ხალხი რუსული, თორე გვარები რო ქართული აქვთ, ძეზე და შვილზე დამთავრებული, კარგად ვიცით, თუმცა ამ რეჟიმის შინაარსია რუსული. რომ არანაირი კრიტიკა არ უნდა ისმოდეს ეთერიდან, არანაირი პრობლემა, მხოლოდ უნდა იყოს ცეკვა თამაში, კარგი განწყობა, რომ ყველაფერი რიგზეა ქვეყანაში. ამის ჩვენება უნდა. ამ ყველაფერს კი, ზუსტად ეს უნდა. გამორთეთ რუსთავი 2 და ყველაფერი რიგზე იქნება, უგვითხრა თავის დროზე, მაგრამ არც მაცივრები გაივსო და არც ყველაფერი რიგზეა და ერთ-ეს ნაცვლად 2 კრიტიკული არხი გაჩნდა. ჩვენ ნახეთ რუსთავი 2-ს რა დამარცხეს, ჩვენ ნახეთ თავარ არხს რა მდგომარეობა შეუქმნეს, ჩვენ ნახეთ სამწუხაროდ, ასე ვთქვათ, რუსული რეჟიმის გამარჯვებები და ასეთი გამარჯვებების უფლება მათ უბრალოდ არ უნდა მაგრამ ახლა უკვე ბაზარზე ერთით ნაკლებია კრიტიკული არხი, მთავარი არხი აღარ არის, ის მოადგა ახლა ფორმულას და ტელე პირდაპირ 2 წერილი მივიდა ადრესატამდე, ამას ამბობს. კი, გასაგებია. აქ კიდევ ერთხელ ვამბობ, არა მხოლოდ პოლიტიკოსები და არა მხოლოდ მოქალაქეების მხრიდან არის და ვიცი რომ ჟურნალისტები ხა მზია ამაღლობელის ერთი მაგალითიც ზუსტად იმაზე მეტყველებს, რას ნიშნავს პრინციპულობა და როგორი პრინციპული მოქალაქეები და ჟურნალისტები გვაქვს ჩვენ ამ ქვეყანაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს 2 ასე ვთქვათ ბასტიონია დარჩენილი, კრიტიკული, საღის 2 ქართული აზრის და ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, კი ერთად უნდა ვიბრძოლოთ, იმიტომ რომ ამ რეჟიმთან შეგვება ნიშნავს ქვეყნის დაკარგვას ნიშნავს უბრალოდ თავიდან ბოლომდე, არა მხოლოდ ტელევიზიის, არა მხოლოდ სიტყვის თავისუფლების, ეს ნიშნავს რომ კარგავთ ქვეყანას. ჩემთვის ძალიან ესეთ შთამაგონებელი იყო დღეს ევროპარლამენტში გამოსვლა ჟურნალისტების ბექა ყორშიას გამოსვლა კონკრეტულად, რომელმაც ძალიან კარგად ისაუბრა იმაზე, რა დღეშია დღეს ეს ქვეყანა, რა დღეშია მედია სივრცე, ჟურნალისტიკა. ჩვენ ხედავთ რომ ანაკონდა გუდავს და ნენელა და ეს ყველაფერი სამწუხაროდ არის დაწერილი არა საქართველოში, ეს სცენარი ვიცით რომ არის დაწერილი სადღაც მოსკოვში, მიწის თუ მიწის ქვეშ მდებარე, რა ვიცი, კავკასიის დეპარტამენტის საქართველოს გაყოფილებაში და რუსული სცენარია ეს ყველაფერი. ამ რუსული სცენარის გამკლავება, ამ რუსული სცენარის დამარცხება არის ჩვენი ვალდებულება იმ თაობების, ვინც ახლა ცხოვრობს თანამედროვე საქართველოში. ეს უნდა გავაკეთოთ აუცილებლად და ამისთვის არიან ზუსტად მზად ჩვენი კოალიციის ლიდერების და ჩვენ ხედავთ, ხო, რამდენი რამე ეწირება, რამდენი ადამიანის თავისუფლება ეწირება რუსულ რეჟიმთან ბრძოლას დღევანდელ საქართველოში. დიდი მადლობა.